სამტრედია გრიგოლეთის ჩხაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის ლანჩხუთი ლესას 8 კილომეტრიანი 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა. არნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი. სამტრედია გრიგოლეთის 52 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. პირველი მონაკვეთი სამშენებლო პროცესშია. სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო მოცულობა 324,6 მილიონი ლარია. დღეს ჩვენ ვხსნით ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს ჩვენი ჩხაროსნული ავტომაგისტრალის, ეს არის სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8 კილომეტრიანი მონაკვეთი, ეს არის უფრო კონკრეტულად ლანჩხუთი ლესას მონაკვეთი, რომელიც არის 4-ზოლიანი და არის უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების გზა, რომელიც 3 ახალ ხიდს მოიცავს და ასევე 2 სატრანსპორტო კვანძს. სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ განიტვირთება ქალაქი ლანჩხუთი, ასევე მიმდებარე სოფლები. წელს ჩვენ უკვე გავხსენით რიკოთის უნიშნულოვანესი ნაწილი, ეს არის სურამის შემოვლითი გზა. დღევანდელი მონაკვეთი, ეს 8 კილომეტრიანი მონაკვეთი არის 12 კილომეტრიანი სამტრედია გრიგოლეთის გზის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა. საქართველოს აქვს, როგორც მოგეხსენებათ, უნიკალური მდებარეობა, სტრატეგიული საბოლოო. უახლოეს მომავალში დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩხაროსნული ავტომაგისტრალის მთლიანი დერეფნის მშენებლობა და ეს საბოლოო ჯამში მოიცავს მთლიან მონაკვეთს დაწყებული წითელი ხიდიდან დამთავრებული სარფამდე. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უახლოესი წლების განმავლობაში მთლიანად მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩხაროსნული ავტომაგისტრალის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას. აქტიური ტურისტული სეზონისთვის დასრულებული გვექნება ამ გზის მონაკვეთის კიდევ 6 კილომეტრი, რომელიც გაიხსნება გაზაფხულზე. ასევე ეს არის გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის გახსნასაც ასევე გაზაფხულზე შევძლებთ ჩვენ და ფაქტიურად ბათუმში ჩვენ შეგვეძლება თუ არ ჩავთვლით სამტრედიის მონაკვეთს, სადაც საზოგადოების ცნობილია, რომ გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ აქტიურად მუშაობთ ამ პრობლემების მოგვარებაზე. შეგვეძლება უკვე ჩხაროსნული მაგისტრალით მგზავრობა. იცით, რომ მიმდინარეობს ბათუმის სარფის დიდი გვირაბის მშენებლობის ტენდერი, სადაც უნდა აღინიშნოს, რომ ესეთი აქტიურობა კომპანიების ჩვენ არ გვახსოვს, ათეულობით კომპანია არის დაინტერესებული ამ ტენდერით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რამდენად დიდია და რამდენად საიმედო პარტნიორია ჩვენი სახელმწიფო, მათ შორის საერთაშორისო დონის და მასშტაბის კომპანიებისთვის.